მე ვარ თედორე ხიმშაშვილი 8 წლის. სწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა და ჩემი თვისწავლა. მე ხატვა დავიწყე 6 წლის ასაკში. მე ვიცი სახლის ხატვა, ბუნების ხატვა, პეიზაჟის ხატვა, ყველაზე ძნელია ხის დახატვა. ყველაზე ადვილია ბალახის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ნარინჯისფერი. არ მიყვარს წითელი ფერი. მე ჩემს ნახატებს არ ვაგროვებ. უბრალოდ ხატვა მანიჭებს სიამოვნებას. მინდა ვიყო კარგი მხატვარი და ნახატები გავყიდო. თითო ნახატი ეღირებოდა 50 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, დიდ სახლს ვიყიდოდი. კიდევ ვიმოგზაურებდი ყველგან. პირველ რიგში წავიდოდი იტალიაში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან მხიარულია და იქ ძალიან კარგი მოსწავლეები არიან. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული მოსწავლეა დათა ბუტკარაც. ყველაზე ჭკვიანია თინათინ ლომთათიძე. ყველაზე მშვიდი არის ელენე ბოქვაც. ყველაზე ცელქია გიორგი შაქარიშვილი. მე ვარ ყველაზე კეთილი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია რუსუდან კოპლატად. იმიტომ რომ ძალიან კეთილია, კარგად ხსნის გაკვეთილებს და მხიარულია. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. თუ მხატვარი ვერ გამოვალ კოსმონავტი. ახლა მინდა ვიყო 11 წლის. იმიტომ რომ ვიქნები უფრო ჭკვიანი. სახლში ცხოვრობ მე, ჩემი და, ჩემი ძმა, ჩემი დედა და მამა. კიდევ დუდი ხუჩი და კატა. ჩვენ ვართ დიდი და ლამაზი ოჯახი. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი და ერთი ბებია. მამიკო არის სიმპათიური, ვაშკაცებული და მხიარული. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, თბილი და კარგი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელი შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ხინკალს. ცოლს როცა მოვიყვან, ვიქნები 40 წლის. შვილებს დავაქვევ ნოეს და დეას. ჩემს ცოლს დავაქვევ ანას. მე მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. ჯათორსნული ჯოხი რომ მქონდეს, ვიქნებოდი ყველაზე კარგი მხატვარი. წინ მონაწილე დაბიტოვა კითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია სახლი. ბედნიერება არის ხატვა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.